წმინდა თეოდორე სტუდიელი, ოთხშაბათსა ვნების კვირიაკისასა, მიბაძვისათვის ქრისტეს ვნებათასა და ხსენებისათვის მამათა ჩვენთასა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, ვითარცა იგი სურვიელ ვართ ფრიად ჭამისათვის, გუშინ წყურვიელ რა ვიყვენით სასმელისათვის, ესრეთვე გვიღირს რათა სურვილი გვაქუნდეს სმენად სიტყვათა ღვთისათა. რამე თუ სმენისაგან მათისა მოვისთულებთ ჩვენ სარგებელსა მრავალსა, რამე თუ დახსნილ რა ვიქმნეთ უდებებითა, განვაგდებთ ჩვენ უდებებასა სმენითა მათითა. ხოლო უკვე თუ გულს მოდგინე ვიყვნეთ, უმეტესსა მოვიგებთ გულს მოდგინებასა და ორ კერძოვე მივემთხვივნეთ წარმატებასა. რაი არს უკვე სიტყვა ესე ჩვენი, რამე თუ ესრეთ მასწავებს ჩვენ ღვთისმეტყველი იოანე, ვითარმედ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრეღა ძეცა თვისი მხოლოდ ჩობილი მოსცა მას, რათა ყოველსა რომელსა რწმენეს მისი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო. ხოლო მოსცა იგი არა თუ რაიმე ლიტონად, არამედ დადებად თავითვისი სიკვდილად და სიკვდილითა მით ჯვარისათა და ესე ვითარ სახედ რამე თუ მონაქმნულნი ესე მტერისა მის ბოროტისანი, გარდასვლითა მით ადამისათა დამორჩილებულ ვიყვნეთ სუფევასა სიკვდილისასა, განსყიდულნი ცოდვისა მიერ, თანამდებნი და წარტყვენილნი და ხრწნილებასა მიცემულნი. მოვიდა უკვე მხოლოდ ჩობილი ძე ღვთისა და მისცა თავითვისი სახსრად ყოველთათვის, ვიდრეღა არა თუ ხოლო მიხსნა ჩვენ ძლავრებისაგან სიკვდილისა, არამედ განბანა ჩვენ ცოდვათა ჩვენთაგან სისხლითა მით თვისითა, დამყნა ჩვენ მკვიდრ სასუფეველსა ცათასა და მღვდელ ღვთისა და შვილ მამისა ზეცათასა, მხოლოსა ვითარცა წერილ არს, იხილია ძალი სიყვარულისა მისისა, იხილია კაცთმოყვარებისა მისისა სიმაღლე და სიმდიდრეი სახიერებისა მისისა, ვითარ გამოუკვლეველ არიან მოწყალებანი მისნი და გამოუძიებელ გზანი მისნი და ქველის მოქმედებანი, რომელნიცა მომფინა ჩვენ ზედა მდიდრად ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა ჩვენისა. რაიმე უკვე ვთქვათ ამის ჯერისათვის მდაბალთა ამათ, გინა თუ რაიმე გულისხმავყოთ, ანუ რაიმე შეჰგავს ჩვენ და საქმეთ. ყვალად მივსდევდეთ გულისთქმათა ჩვენთა საქმეთ ცოდვისა, სურვიელ ვიქმნეთა მონებად მეგვიპტელთა მათ მძლავრებასა, აღვირჩიოთა ცოდვაი და ხრწნილებაი. ნუ იყოფინ უკვე ჩვენ და რამე თუ იტყვის მოციქული, რომელნი ესე მოვკვედით ერთგზით ცოდვითა, ვითარ უკვე ცხოველღა ვიყვნეთ მას შინა, ანუ უმეცარ ხართა. რამე თუ რაოდენთა ეგე ქრისტე იესოს მიერ ნათელ ვიღეთ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ ვიღეთ და თანა დავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკვდილსა მისა, რათა ვითარცა იგი აღსდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისათა, ეგრეთცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისათა ვიდოდეთ. და ვითარცა ესე სახისა მიერ ჩვენი საახთქმა გვაქოს, მოქალაქობდეთ უკვე სიმართლით და სიწმინდით, ერთობით და მშვიდობით, პატიოსნებით და განკრძალვით, მოღვაწებით და უვნებელობით. ნუმცაღა ვიქცევით ყვალად პირველთა ამათ უმეცრებისა ჩვენისა საცდურთა, არამედ ვითარცა ცეცხლისაგან ვილტოდეთ პირველ ქნულთა მათ ცოდვათაგან და გამტკიცებულ ვიქნეთ და დაფუძნებულ კლდესა მასზე და სარწმუნოებისასა, რამე თუ ესე არს განახლებული იგი ცხოვრება. ხოლო ყვალად ჯერ არ სცნობად,
რომელი არს დაძველებული იგი გემოვნება ხორცდა, რომლისა მიერ პირველი იგი მამაი ჩვენი ადამ განხდილ იქმნა სამოთხით და მრავალ სალმობიერსა ამას სულთქმისა ცხოვრებასა შემოვიდა შური, რომლისა მიერ აღეგზნა კაინ და მოაკვდინა ძმაითვისი აბელი, ამისთვის რამე თუ შესაწირავნი მისნი უპატიოსნეს შეწყნარებულ იქმნეს მისთა მათ. ამისთვისცა ძრწოლით დასჯილი იქმნა ცხოვრება მისი ყოველივე და ორთა მათ მიერ ცოდვათა გემოვნებისა და შურისა ბევრეულნი ბოროტნი შემოვიდეს სოფელსა. ამის მიერ იქმნა წყლით რღუნა, რომლისა მიერ აღიხოცა ყოველი ცხოველი ქვეყანისა. ამის მიერვე სოდომი და გომორი ცეცხლითა და წუმწუმითა დამწვარი იქმნეს, გამოსაჩინებელად უღმრთოებისა მათისა. ხედავთა რა იგი ჰქმნა ცოდვამან და გულის თქმამან თვალთამან და სიზრქემან გონებისამან სულიერმან. გარნა ამას ყოველსა ზედა მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა ღვთისათა კვალად აღვემართენით და აზნაურებასა მივემთხვიენით და შვილებისა საზომსა აღვიწიენით. უკვე თუ ვდგეთ მტკიცედ აზნაურებასა ზედა, რომლითა ქრისტემან აზნაურ მყუნა ჩვენ და დიდებასა მას ზედა, რომლითა ქრისტემან დიდებულ მყუნა, განვაგდოთ ყოველივე ამაოება სოფლისა ამის და შეურაცხყოთ სიყვარულისათვის ქრისტესისა ყოველივე წარმავალი ესე და მოვიძულოთ და საცხოვრებელი იგი საუკუნო აღვირჩიოთ. უპატიოება ვითარცა პატივი შევიტყბოთ და ჭირი იგი სათნოებისა ვითარცა საშვებელი შევირაცხოთ და წყლულებანი იგი ვითარცა განსვენებანი და დევნულება ვითარცა მიზეზი ნეტარებისა, სიკვდილი ვითარცა მიზეზი მომატყვებელი ცხოვრებისა, ვითარცა იგი აღირჩიეს მამათა ჩვენთა და ყოველთა, რომელნი საუკუნიდან სათნო ეყვნეს ღმერთსა და ნათესავსა ამას ჩვენსაცა შინა რავდენი გამოჩნდეს მამანი და ძმანი ჩვენი, რომელთა აღიღეს შური და აღირჩიეს მიბაძვაი ვნებათა ქრისტესთა, რომელთა ცხოვრება აღწერილ არს წიგნსა მას ცხოველთასა. უკვე თუ ესრეთ მოქალაქობდეთ, ჩვენცა ამას ცხოვრებასა გამოვჩნდეთ, ვითარცა მნათობნი სოფლისანი და სიტყვა ცხოვრებისა გვაქუნდეს ჩვენ. ხოლო მერმესამა საუკუნესა ცხოვრებასა ღირს ვიქმნეთ და სასუფეველსა ცათასა მკვიდრად გამოჩნდეთ. ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და პატივი და სიმტკიცე, მამისა თანასულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.